ქალაქში, იქ სადაც მოსახლეობის უმეტესობა ასირიელია, 22 იანვარს 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ დღესთან დაკავშირებით დღევანდელ დღეს ღმერთის წყალობით და უწმინდესი დაუნეტარისის მოსმოხებით მოგვეცა იმის უფლება და საშუალება რომ ჩაგვეღრა საფუძველი საძირკველი ამ ტაძრის მშენებლობისთვის. ტაძარი არის 13 ასურელთა მამათა სახელობის და რა თქმა უნდა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამას, იმიტომ რომ ამ ერს არ ქონდა იმის საშუალება, რომ თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ ძირვალოცვა, გალობა, ქადაგება. საქართველოში არსებული ერთადერთი ასირიული სოფლის მრევლის ერთსულოვნება და თავიანთი მოძღვრისადმი განსაკუთრებული სიყვარული, მადლიერება და სულიერი სიახლოვე მათ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა. 2-3 წლის წინ ვერ წარმოვიდგენით, უბრალოდ მოდიოდით ტაძარში და სანთელს ვანთებდი და მივდიოდით. მამა სერაფიმის ჩამოსვლისთანავე მრევლი როგორც შეიძლება ითქვას, შემოგვინა მთლიანად ახალგაზრდობა შემოტრიალა ტაძრისკენ. მრევლი ძალიან შემოგვემატა არა მარტო სოფლიდან, სოფლის გარედანაც არის ძალიან დიდი მრევლი ყავს. ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის, საძირკველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას. რა თქმა უნდა, მამას ლოცვა კურთხევით და მისი დახმარებით მე მინდა ვისაუბრო მის ძალიან დიდ ღვაწლზე ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარულით არის განწყობილი. ჩვენ მას მართლა ვეძახით, მე-14 ასურელ მამას დიდი სიყვარულით იმდენი ღვაწლი და მადლი აქვს ჩვენი ქანდის ასურელი ხალხის მიმართ. მე და ჩემმა მეგობრებმა დავწერეთ სურვილები და ჩავამდეთ ტაძრის საძირკველში. მე მჯერა რომ ეს სურვილები აუცილებლად აგვიხდება და ღმერთი შეგვეძლია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მოქმედი ტაძარი, მრევლი მაინც განსაკუთრებულად ელოდება ახალი ტაძრის აშენებას, სადაც ღვთისმსახურება ასირიულ ენაზე აღესრულება.